შემეცნებით საგანმანათლებლო პროექტი რადიო კინო მზადდება სტუდია კოცის ბაზაზე. პროექტის ხელმძღვანელი კობა ცხაკაია. პროექტის რედაქტორი ნინო ჩხიკვიშვილი. თბილისი 2025 წელი. ალექსანდრე ქუთათელი, პირისპირ, რომანი 2 ტომად და 4 წიგნად. პირველი ტომი, წიგნი პირველი. ნაწილი პირველი. ჯავახეთი მეორე. ხოლო 10 ვიწყებთ ჯავახეთს. ვახუშტი. მეორე დღეს ჯარისკაცები 9 წყაროდან ჯავახეთს გაემგზავრნენ. მზიანი დილა იყო, მაგრამ მაინც სუსხიანი ნიავი ჰქროდა. ისევ ცვარიანი ბალახით, მუქყვითელი, წითელი, ცისფერი და ნაირნაირი ყვავილებით მოფენილი მთის კალთები ეგებებოდნენ. დაღმართს დაადგნენ. სანდროს ჩორთით მიხავდა ცხენი და თან მღეროდა. ჩუხჩუხით ჩამორბოდა რუ დაბალი კორდის ძირს. მზეს ძალა მოემატა. გზაზე მწყერჩიტები გადაფრინდნენ. ციდან ტოროლას ტვენა ჩამოესმათ. ტოროლა ცისკენ ისარივით მიფრინავდა. ცას ვერ აღწევდა და ბრთამოკეცილი უკანვე ეშვებოდა, თითქოს ტყვია მოარტყეს და დედამიწაზე უნდა დაეცესო. მაგრამ ეთერში წამიერად შეჩერდებოდა, მერმე ისევ ავარდებოდა ლაჟვარდოვან ცისკენ და სალამურივით უსტვენდა. თითქოს მზეს საგალობელს ეუბნება და შესთხოვს, შენ შემეწივნე, ნუ მომკლავ და შენგან მონიჭებულ სიცოცხლის წყაროს მაზიარეო. ტოროლას ტვენა ზარივით გაისმოდა ეთერში და გულს უამებდა ჭაბუკებს. ტოროლას მაინც არ მოვკლავ ბევრიც რომ მქონდეს წამალი. ამბობდა ბავშვური ღიმილით კორნელი და პირველყოფილი სიწმინდით განათებული დილა და დიადი ბუნება აჯადოებდა. გული ისეთი რაღაც გამოუთქმელი და დიდი სიხარულით, ახტაცებით და ბედნიერებით ავსებოდა, რომ ამდენ ნეტარებას კაცის გული ვერ დაიტევდა. ნინოს მიჯნური ცას წდებოდა ტოროლასებრ, თავზე მდგარცას, მოსარკულსა და აჟღერებულს ტოროლას ტვენით. მაგრამ მზისკენ აფრენილი პატარა ჩიტის შორეულის ტვენა გაწყვეტილი სიმის და გაბზარული ზარის ნაღვლიან ჟღერად ჩამოესმოდა ახლა კორნელის. უსაზღრო ცაში მარად უქრობი ცეცხლით გავარვარებულ ვეებამ ნათოფ შეხურებდა და ამ უსაზღროებისა და ძლეთამძლე ძალის ჭვრეტისას გულს კაეშანი ბედნიერებისა და მიჯნურის დაკარგვის შიში ეპარებოდა და ცრემლად დაღვრილი ავთანდილის ლექსთა სიმღერას აგონებდა. მიმავალი ცასა შესტირს, ეუბნების, ეტყვის მზესა, აჰა მზეო გეაჯები, შენ უმძლესთა ვინ დაბალსა გაამაღლებ, მეფობასა მისცემ სვესა, მე ნუ გამყრი საყვარელსა, ნუ შემიცვლი ღამეთ დღესა. მოუხვიეს, 9 წყარო უკან დარჩა, წინ კი მწვანე ჯეჯილით დაფენილი და მაღალი მთებით შემოსაზღვრული ჯავახეთის ფართო ველები გადაიშალა. ამ მთების იქით თურქეთია. მწვანე ზღვასავით ლივლივებდნენ ჯავახეთის ყანები. საძოვრებით განთქმული ქციის კალთებზე ცხრის ფარა მიფენილიყო.
ჩანთა გადმოკიდებული ბიჭი ფარას მწყემსავდა და სალამურით ტოროლას ეჯიბრებოდა. ძნელად თუ დაიჯერებდა ამ იდეალური სურათის შემყურე კაცი, რომ აქვე, სულ ახლოს, ბრძოლის უბანი იყო. ბიჭმა სალამურზე დაყვრა შესწყვიტა და ორთვალაში მჯდარ ჯარისკაცებს მიაშტერდა. მწვანე მინდვრებზე და თვალუწვდენელ ყანებზე მთიდან თოკივით გაბმული გზა ახალ ქალაქამდე აღწევდა. მერე ჰორიზონტს უერთდებოდა. შორს მთები აზღუდულიყვნენ. თურქეთში გადასული საქართველოს მთები. ვაგლახ დაიწყო პეტრემ. საძოვრებით განთქმულ იმ ჩვენს მთებს იჯარით ვიღებ ახლა. ამ მთების იქით ტრისგან მიტაცებული საქართველოს ძველთა ძველი მიწაწყალია ტაო-კლარჯეთი. ჩვენი ხალხის ოფლითა და სისხლით მორწყული. იქ არის ჩვენი ხალხის მიერ აგებული გზა და ხიდები, ციხე-სიმაგრენი, ოშკის, იშხანის, წმინდა ხახულის დიდებული ტაძრები და მონასტრები, ქართველი ხალხის კულტურისა და დიდების ძეგლები. იმ ბარბაროსებმა რაც მოიტაცეს, იმას აღარ გვჯერდებიან, განაცხადა ჯვებე მიქელაძემ. ახლა საქართველოს გულისაკენ იჭრებიან და მთლიანად მის ამოგლეჯას ლამობენ. თურქები არასოდეს არ მოეშვებიან და არ გაახარებენ ქართველ ხალხს. პეტრემ აღგზნებით დაიძახა. ღმერთმა შინ ცოცხალი ნუ დაგვაბრუნოს ბიჭებო, ჩვენი ხალხის წამებისა, წახდენისა და ჟლეტისათვის თურქების სისხლი თუ არ ავიღეთ. ამინ, ამინ. წარმოთქვეს კორნელიმ, სანდრომ და ჯვებემ, ისეთი აღელვებული ხმით თითქოს აღთქმას აძლევენო. ორთვალა ვაკეზე გავიდა, მზემ დააცხუნა. გზაზე მტვერი და პაპანება დამდგარიყო. ჯარისკაცებმა მაზარები გაიხადეს. სახეზე ცხვირსახოცი ჩამოიფარეს. გზის პირას სოფელი ღადო გამოჩნდა. ტალახისფერი მიწური სახლებითა და მიღრეცილ-მოღრეცილი ქუჩებით. გვერდზე პატარა მდინარე ჩამოსდიოდა. ტირიფების ქვეშ ტიტლიკანა გატრუსული ბავშვები წყალში ჟივილით ეშვებოდნენ და ჭკუპალაობდნენ. სოფლის მოედანზე შავწვერა და მზეზე გატრუსული გლეხები იდგნენ. ბანებზე კი ქალები ისხდნენ. ზოგნი მატყლს ჩეჩავდნენ, ძაფს იღებდნენ. ზოგნიც ართავდნენ და წინდებსა ქსოვდნენ. მათ წითელი წინსაფრები და ვერცხლის ფულით მოჭედილი თავსაკრავი ჰქონდათ. წყალში მდგარი ბავშვები ჟივილ-ხივილით შეეგებნენ მგზავრებს. დინარიდან ყანებისა, ბოსტნებისა და ბაღების მოსარწყავი ღარები და პატარა არხები იყო გაყვანილი. სოფელ ღადოს მცხოვრებნი გასულ საუკუნეს აქ დასახლებული ლტოლვილი სომხები იყვნენ. სანდრომ ორთვალა მოედანზე დააყენა. სამჭედლო მოიკითხა და ნალბანს ცხენი დააჭედინა. პეტრემ კი ჭამის საკითხი მოაგვარა და მალე ჯარისკაცები მოხარშულ კვერცხს, ყველსა და პურს შეექცევოდნენ. კორნელიმ მასპინძელს ფული ჩაუთვალა. ლადო უკან დარჩა. მალე ჯარისკაცები გზაზე მიგდებულ ტეხილი ქვების დასაბეკნ გაჟანგულ მანქანას და ახალციხისაკენ მიმავალ სამხედრო ფურგონებს წააწყდნენ. ახალქალაქის დასაცავად ქალაქის ახლოს სომეხთა ერთი ლეგიონი და ბატარეა მდგარიყო. ოდესღაც განთქმულ ასპინძას კი სოფელ ხიზაბავრისა და საროს მოხალისეთაგან შემდგარი ქართული ათეული იცავდა. შტაბს კაპიტან ბოლქვაძის მეთაურობით. მეფურგონენი თურქების მიერ სოფლების გადაწვის, ძარცვა გლეჯის და ხალხის ხოცვა ჟლეტვის გამოსჩიოდნენ. ჯარისკაცებს გზაზე აგრეთვე მასწავლებელი და
მისი ცოლი შეეყარნენ. მათ ახალქალაქი დაეტოვებინათ, რადგან თურქები ქალაქს მიახლოებოდნენ და ცხოვრებთა შორის შიშიანობა დაწყებულიყო. ლტოლვილ ცოლქმარს ქართულ სომხური ჯარის იმედი აღარ ჰქონდათ. საქართველოსა და სომხეთს ქართული და სომხური ჯარების გარდა ახლა სხვა ვერავინ დაიცავს. თქვენ ჩვენი ქვეყნის ძალა და ღირსება არ აგწამთ. მტრის წინაშე ფარხმალი დაგიყრიათ და სამარცხვინოდ გარბი ხართ. გაცხარდა პეტრე ცხომელიძე. მასწავლებლის ცოლს ფართო ჭილის ქუდი ეხურა. ალერსიანი ღიმილით შესქეროდა ჯარისკაცებს. იგი რუსი იყო. მზისგან დამწვარ მის საამო სახეს თეთრი კბილების რკალის გაელვება და ცისფერი თვალები მეტ სილამაზეს ხმატებდა. ქალიც მასწავლებელი იყო. სანდრომ ცხენს მათრახი შემოჰკრა და გაოცება გამოსთქვა. როგორ დაითრია იმ უშნო კაცმა ის ლამაზი რუსი ქალი. ზოგს ცხოვრებაში ადვილად უჯდება დუშაში, მიუგო ჯვებემ. ცოტა ხნის მგზავრობის მერმე კიდევ ერთი სოფელი დაინახეს. სანდრომ შარაგზიდან გადაუხვია და იმ სოფელში შევიდა. ჯარისკაცებს ჯოგის ძაღლები დაეხვივნენ. გლეხმა ძაღლებს შეუკურთხა, კომბალი მოუქნია, გარეკა და ჯარისკაცები შინ მიიპატიჟა. ეს ქართული სოფელი კოთელია იყო. მაძღარი და არყით შეზარხოშებული ჯარისკაცები ჯავახელის ფართო მიწურიდან გვიან გამოვიდნენ. მზე შუბის ტარზე გადასულიყო. კორნელიმ ფული ამოიღო და მასპინძელს შეაძლია. საშინლად იწყინა ახოვანმა ჩოხოსანმა ჯავახელმა კაცმა. იგი გაფითრდა. ქერა ულვაშზე ვაშკაცურად გადაისვა ხელი. ცისფერი თვალები აუციმციმდნენ და კორნელის უთხრა. ჩემ სახლში იყავ, განა დუქანში. სტუმარი ღვთისაა. კორნელიმ ბოდიში მოიხადა. ქერით გამაძღარი ცხენი სანდრომ ორთვალაში შეაბადა სოფლელების რჩევის თანახმად შარაგზიდან გადაუხვია და ხიზავა ბარისაკენ გასწია. გლის მახრჩობელა ჯოგის ძაღლები ისევ გამოცვივდნენ მიწურის სახლების ბანებზე და გაავებით დაიწყეს ყეფა. მასპინძელმა ისევ მოუქნია კომბალი, შერისხა და დაუტატანა. ჯარისკაცები დიდხანს უცქეროდნენ სოფლის თავში ამაყად მდგარ, კუშტსა და გაუტეხელ ჯავახელ მასპინძელს და ქართველი კაცის დარბაისლობაზე, ადათებზე, სტუმართ მასპინძლობაზე და კაცობაზე ლაპარაკობდნენ. ხიზა ბავრიდან ალექსიძის ბატარეა სოფელ ტამალისაკენ წასულიყო. ტამალას ადგილობრივი მცხოვრებნი ხშირად დამალასაც ეძახიან. ტამალისაკენ ბატარეის წასვლა ძალიან ეწყინათ ჯარისკაცებს. ხიზა ბავრა მტკვრის მაღალ ნაპირზე მდებარეობს. მტკვრის გაღმა დაბლობში ხეხილით სავსე ბაღენის ჩანან. ბარალეთის მერმე ხიზა ბავრა მეტად დიდი სოფელია. ღამდებოდა. გზააბნეული სანდრო დიდხანს დაბორიალობდა ამწვანებული პურით მოფენილ ყანებში. ბოლოს მეურმე შეეყარათ და მან მახლობელ სოფლისაკენ გზა ასწავლა. სანდროს ისევ ყანაზე მიჰყავდა დაქანცული ცხენი. მწვანე ჯეჯილი საამოდ ბიბინებდა. მწყრის ქვიტყვიტი ისმოდა. შავ ნოყიერ და ფხვიერ მიწაში ორთვალას ბორბლები და ცხენის ფლოქვები ღრმად ეფლობოდნენ. ილაჯ გაწყვეტილი ცხენი საცოდავად ქშენდა. ჯარისკაცებმა სოფელი ვერავენი დაინახეს. აკაფებული პატარა მდინარე შვაზე ჩამოუდიოდა. მდინარის პირას ალვის ხეები ჩარაზმულიყვნენ. სოფლის ახლოს მინდორში ნაბელი და გამხმარი ხე იდგა. ზედ ფიჩხი ეყარა.
ხეს ყანჩა დასტრიალებდა და მინდორში მომუშავე გლეხებს სრულიადაც არ ერიდებოდა. ყანჩა ხეზე დაფრინდა, მაღალ კანჭებზე დადგა და ხის სვეტის კვარცხლბეკზე აღიმართა. კორნელი ორთვალიდან გადმოხტა და შაშხანა გულდაგულ დაუმიზნა. ესროლა. ყანჩამ ფრთები გაშალა და გაფრენა დააპირა, მაგრამ მაშინვე უღონოდ მოიქნია და დაბერილ ხეს ფარფატით დააკვდა. მისი გრძელი ყელი და ნისკარტი გველივით იკლაკნებოდა. ყოჩახ შეზახა სანდრომ კორნელის და ნანადირევისაკენ გახკურცხლა. ხეზე ავიდა და ჩინჩა გახრეტილი ყანჩა ჩამოიღო. ომის შიშით მოცულ სოფლიდან ჯარისკაცის ტანისამოსში გამოწყობილი 3 თოფიანი კაცი გამოიქცა. ერთი სანდროს მივარდა, უყვირა და ფრინველი ხელიდან კინაღამ არ გამოსტაცა. სანდრო განზე გახტა და შაშხანა გადმოიღო. კორნელიმ, პეტრემ და ჯვებემ დაღმართი ჩაირბინეს და სანდროს მიეშველნენ. სოფელ ვარავანის შეიარაღებული გლეხები ღელავდნენ. რას ერჩოდით ამ ყანჩას? ეს ბუდე ჩვენ თვითონ გავუმართეთ მას ხეზე. თელ სოფელს იცავდა ეს წმინდა ფრინველი ქვეწარმავლებისაგან. ყანჩა წმინდა ფრინველად ყავდათ მიჩნეული გლეხებს. არ ვიცოდით ეგ ამბავი, გვაპატიეთ, სწუხდა კორნელი. გლეხები მიხვდნენ, რომ ჯარისკაცები მათი სოფლის დასაცავად მოსულიყვნენ და ამიტომ სანდროს მოკიშპემ ჯარისკაცები ღამის გასათევად შინ მიიპატიჟა. გზადაგზა იჩოქებოდა, უხილავ მტერს შაშხანას უმიზნებდა და აგინებდა. ვერევანშიც ისეთივე მიღრეცილ-მოღრეცილი ქუჩები და მიწური სახლები იყო, როგორც კოთელიაში. შაშხანას გასროლის გამო შეშინებული ხალხი ქუჩაზე გამოფენილიყო. ჯარისკაცებს გაოცებით და უნდობლად უცქერდნენ. ვერავანში ქართველები და სომეხი კათოლიკები ცხოვრობდნენ. აქაც დაადასტურეს, პატარეა სოფელ ტამალაში ჩავიდაო. ახლავე დავიძინოთ, გათენებამდე უნდა ჩავიდეთ ტამალაში. უთხრა სანდრომ მეგობრებს.